2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. უკვე 2 წელია აუტიზმის შესახებ ცნობიერების გაზრდისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. ნახეთ თამთა ცირემოას მიერ მომზადებული სიუჟეტი. საზოგადოებასთან ურთიერთობის, გარშემომყოფებთან კავშირის, დამყარების და გარემოსთან ინტეგრაციის თავისებურებები. ეს ის სამი სახის ძირითადი პრობლემაა, რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანს ახასიათებს. აუტიზმი მედიკოსებმა ნეიროგანვითარებად დაავადებათა ჯგუფს მიაკუთვნეს. აუტიზმი თავისი თავისებურებებით ადამიანის განვითარების შეფერხებას გულისხმობს. აუტიზმი არ ვლინდება მხოლოდ კლასიკურ აუტიზმში, შეიძლება იყოს აუტისტური სპექტრის აშლილობა, რომელიც თითქმის თუ არა უმეტესობას, ვისაც აღენიშნება შეზღუდული შესაძლებლობა, მეორად პრობლემად თან ახლავს. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას უკვე 2 წელია საქართველოს შეუერთდა. დღევანდელი დღე აღნიშნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. გარდაბნის დღის ცენტრის ბენეფიციარებს სტომატოლოგიური კლინიკა მედივეის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. მომავალში ყოველთვის შევერთებით ამ აქციებს და ვეცდებით, რომ აი ეს მემორანდუმის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ აი ამ ბავშვებისთვის. აუტისტური სპექტრის ბენეფიციარი ყავს დაახლოებით 10 ბავშვამდე. და დღევანდელ დღეს კლინიკა მედივეი ჩვენს ბავშვებს მოუწყო საინტერესო ღონისძიება. აუტიზმის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება. დღევანდელი დღე მიზნად აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას ისახავს.